ჩვენ საერთაშორისო ამბებზე ცოტას ვლაპარაკობთ, გულახდილად გეტყვით, არადა ჩვენი ბედი გაგიკვირდებათ და წყდება არა მხოლოდ თბილისში, აბასთუმანში, ჭორბილაში, არა მხოლოდ ბიზინა ივანიშვილის ტვინის ჭიუხებში, არამედ ჩვენი ბედი რეალურად ან უფრო თუ გნებავთ ასე ვიტყვი, ან ასევე თუ გნებავთ ასე ვიტყვი, წყდება ჩვენი ქვეყნის ფარგლებს მიღმა. Როგორც დასრულდება ომი რუსეთსა და უკრაინას შორის, როგორც კი დამარცხდება, მოდი უფრო ზუსტი რო ვიყო, რუსეთი და დამარცხდება რუსეთი, რაც საკვირველია, ჩვენც არ მინდა ვთქვა ავტომატურად გვეშველება მეთქი, მაგრამ რუსეთი ვეღარ მოიცლის იმისათვის, რომ მის პროქსი აქაურ de facto არაფორმალ ოლიგარქ პრორუს ივანიშვილს მიხედოს კი არა უკარნახოს რაღაცები და არ მინდა ვთქვა რომ 1 საათში მეთქი არა, არ მინდა ვთქვა რომ 24 საათში მეთქი არა, არ მინდა ვთქვა რომ 1 კვირაში მეთქი არა, მაგრამ თვალხილულ, აი იმ წამიდან თვალხილულ მომავალში კი ჩამოიქცევა ბიზინა ივანიშვილის რეჟიმი, ამას ხედავს ივანიშვილი თუ ვერ ხედავს, მეხუთე ხარისხოვანია, ამას გრძნობს თუ არა კობახიძე, მე 10 ხარისხოვანია, რიგითი მოქალაქეც კი ამ ყველაფერს, ამ ორ მოვლენას იქ უკრაინაში და მოვლენას აქ, შესაძლებლობან მოვლენას აქ, გარდაუვალ მოვლენას აქ საქართველოში ერთმანეთს უკავშირებს თუ არა, რიგითი მოქალაქე ესეც კი არ არის მნიშვნელოვანი, საბოლოო ჯამში ანუ უმნიშვნელოა, საბოლოო ჯამში მართლა უნდა ვიცოდეთ რომ ასე იქნება. და უკვე შემდგომ აი 1 თვის თუ 2 თვის განმავლობაში ვიდრე ბიზინა ივანიშვილი ჩაებღაუჭება ხელისუფლებას, ვაშინგტონიდან იქნება კაცრზე მკაცრი, კვეთრზე მკვეთრი განცხადებები და პოლიტიკა საქართველოსთან და პერსონალურად ივანიშვილთან მიმართებაში. ამიტომ ჩვენი ბედი გადაჯაჭვულია უკრაინის ბედთანო, ამას რომ ამბობს რომელიმე ცოდნე კაცი, იმ ცოდნე კაცს რასაკვირველია უნდა დავუჯეროთ. ახლა რა ხდება კონკრეტულად ჩვენს სინამდვილეში? იცით თქვენ რომ ჩავარდა ბუდაპეშტის შეხვედრა. ჩავარდა მიუხედავად იმისა რომ ორბანი დღესაც, ანუ ბუდაპეშტის უნგრეთის პრემიერ-მინისტრი იქადნება რომ ბუდაპეშტში შეხვედრა მაინც შედგებაო, ის შეხვედრა ბუდაპეშტში ვერ შედგება, თუ სადმე ვერ შედგება, ასე გეტყვით. ხო? ეს არის სწორედაც რომ უნგრეთის დედაქალაქი მიზეზთა გამო აქ იმდენი მიზეზია რომ ჩამოსახელება გახსენება არც ღირს, იმიტომ რომ თითოეულს უნდა დაუთმო 3 წუთი მაინც და 10 მიზეზია და 30 წუთი აბა ვის აქვს ეხლა საამისოდ. მოკლედ შეიძლება გაიმართოს საუდის არაბეთში, შეიძლება გაიმართოს თურქეთში, შეიძლება გაიმართოს სხვაგან თუ გაიმართება და ალბათ მაინც გაიმართება გარკვეული პერიოდის შემდეგ, არა ხვალზე 1 კვირაში, 2 კვირაში ან 2 თვეში, არამედ გარკვეული პერიოდის შემდეგ. და სულ სხვა პირობებით, სულ სხვა საწყისი პირობებით. მაგრამ გაიმართება უხეშად 6 თვეში ტრამპსა და პუტინს შორის შეხვედრა და იქ ეს უკანასკნელი, ანუ ტრამპი კი არა პუტინი მიცუცქდება, ასე ვიტყვი. მიცუცქდება თავის მხრივ, იმიტომ რომ აკრიტიკეთ რამდენიც გინდა დონალდ ტრამპი, მაგრამ დონალდ ტრამპმა მიიღო ისეთი გადაწყვეტილებები, ბოლოხანებია, რომლებიც არა თუ ბაიდენს, არამედ მასაც კი არ მიუღია პირველი 9 თვის განმავლობაში და პირველ ყოვლისა. რასაკვირველია, ეს არის უმძლავრესი დარტყმა რუსეთის ენერგო სისტემაზე სანქციების სახით, დასანქცირების სახით. როსნეფტი და ლუკოილი ეს პატარა კომპანიები არ გეგონოთ, აქაური კომპანიები როა 3 ბენზოგასამართ სადგურში რომ ყიდიან ვუტრირებ ცხადია 14 ლიტრა ბენზინს ჯამში. ვუტრირებ რასაკვირველია, მოკლედ ეს აქაური ასე მაგალითად ვისოლი არ გეგონოთ. ვისოლი გალფი და აქაური ლუკოილი და კიდე რომპეტროლი და რაღაცები გააერთიან, მიაერთიან, მოაერთიანეთ, მერე გადაამრავლეთ მილიონზე, მე მგონი არ იქნება საკმარისი, მილიარდზე თუ გნებავთ ასე ვიტყვი და ეს არის ეს თქვენი ცენტრალური ლუკოილი, რომელიც მართლა 3 ბენზოგასამართს კი არ ფლობს, 10,000 ბენზოგასამართ სადგურს ფლობს მსოფლიოს მასშტაბით და ამ ბენზოგასამართებს სადგურზე სვინჩივის კიდე სხვა უზარმაზარ საწარმოებს, ნავთობგადამამუშავებელს და ასე შემდეგ ფლობს. მოკლედ ეს არის და არა ერთადერთი იერიში დარტყმა, რომელიც მიაყენა ტრამპმა რუსეთის ეკონომიკას და ფაქტია, რომ ამის შედეგადაც ჩინეთიც კი, რომელიც რასაკვირველია ზურგს უკან დგას
რუსეთის ზურგს უკან დგას და რომელიც დაინტერესებულია ომის პროლონგაციით, ომის გახანგრძლივებით, ჩინეთიც კი უმძლავრესია, ჩინეთი ნელ-ნელა იხევს უკან ინდოეთზე, აღარაფერს ვიტყვი და თუ ჩვენ ესე ვიტყვით, რომ ორი დიდი სივრცე, ორი მძლავრი დემოკრატიული სივრცე, შეერთებული შტატები და ევროკავშირი ერთმანეთთან ერთიანდებიან, ერთ სტრატეგიაში შეიმუშავებენ, შესაბამისად უნდა ვთქვათ, რომ რუსეთის დამარცხების დღეები ახლოვდება და რუსეთის დღეები ან პუტინის დღეები ხა პირდაპირ მნიშვნელობით 24 საათებს კი არ გულისხმობ, მაგრამ დათვლილია. გადაფსიხდა ამის გამო პუტინი და გადაფსიხებულია მთლიანად კრემლი და აი დიმიტრიევი რო ყავთ, ვიტკოფის მაგაცია ის ჩვენ შევ დარჩეს კურსელი. მაგრამ დიმიტრიევი რო ყავთ, ის გაუშვეს შეერთებულ შტატებში მოლაპარაკებაზე და თანახმა თითქოს რუსეთი ამბობს ყოველ შემთხვევაში ეს დიმიტრიევი ამბობს რომ რუსეთი თანახმა არის რომ მოვილაპარაკოთ თუმცა როგორც კი არავის აღარ სჯერა ვაშინგტონში ეგ რამაგის პასუხია მაგრამ თუ ვინმეს იოტისოდენად სჯერა ან ვინმე იოტისოდენად გაიფიქრებს ცოტათი მაინც გაიფიქრებს რომ რუსეთი თანახმა ამ მოლაპარაკებაზე მყისიერად დიმიტრიევი იქნება თუ სხვა ვინმე სხვაები უფრო ამბობენ შემდეგს რომ ამერიკამ და ლავროვმა თქვა ეს ამერიკამ გადაწყვეტილება მიიღო ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე, მყისიერი შეწყვეტის თაობაზეო ეს თქვა ლავროვმა. დიმიტრიევის საწინააღმდეგო განცხადებაა ეს თლად გულახდილები თუ ვიქნებით, ანუ იმ განცხადების საწინააღმდეგო, რომლის თანახმადაც რუსეთი ყველაფერზე თანახმაა, დიმიტრიევი არის ამ ხის გამხმიანებელი და ამერიკა არ ლაპარაკობს კონფლიქტის ძირეულ მიზეზებზე. აღარ გველაპარაკება, რა სამწუხაროაო, ამას ამბობს სერგეი ლავროვი. რა სამწუხაროა, რომ ამერიკა არ ელაპარაკება ძირეულ მიზეზებზე, მაგრამ ეს ძირეული მიზეზები აღარ ჩამოვასახელებ ყველას, მაგრამ ერთ ორს კი ვიტყვი, უკრაინა უნდა იყოს დემილიტირებული, უკრაინა უნდა იყოს დენაციფიკაცია უნდა მოხდეს უკრაინაში, ანუ აბსოლუტურად აბსურდული განცხადებებია. უკრაინას არ უნდა ჰქონდეს პრეტენზია რუსეთის მიერ ოკუპირებულ 5 რეგიონზე, 4 რეგიონზე პლუს ყირიმზე. უკრაინა პრაქტიკულად უნდა განიარაღდეს, უკრაინას უნდა დაერხეს დესუვერენიზაცია, უნდა მოხდეს უკრაინისა და აი ეს თუ არის მუცელ ამოუყორავი რუსეთის მიზანი და რაღაცა ამაზე არავინ არ თანხმდება არც ოკეან გაღმიდან, არც ოკეან გამოღმიდან, ცალკეული ერთი რომელიმე სახელმწიფო ევროპული ან სუსტი თუნდაც შედარებით. ან კაცილებით ძლიერი კი არა უმძლავრესი შეერთებული შტატები, ამას კი მოსკოვი უკვე ვეღარ იტანს, ვეღარ ყლაპავს, ვეღარ ეგუება და ჯერ მისი პროპაგანდისტები, თუმცა სხვების რა საკვირველია. ყვირიან აი სალავიოვმა იყვირა მორიგ ჯერზე, იყვირა, ნახეთ რა იყვირა სალავიოვმა, გაჭედაო ესე იწერება, ხო? ევროპას უნდა დავარტყათ, განსაკუთრებით ახლა შესანიშნავი საბაბია იმისათვის, რომ დავწვათ ბრიტანეთი, ლონდონი, უნდა დაწვას სალავიოვმა, რომელსაც არაფერი აქვს საერთო ქრისტიანობასთან, ის სატანისტური კუნძულიაო და ასე შემდეგ. ეხლა ამისი რომ არავის ეშინია, ამას ადასტურებენ არამხოლოდ სენატორები, კონგრესმენები, სენატორები ან სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები რუბიოს დონეზე. ხო, არამედ თეთრი სახლიც ადასტურებს ამას და არამხოლოდ ისინი, არამედ თვით პრეზიდენტი ტრამპიც კი. და გარდა ამისა, არა ეშინია შეერთებულ შტატებს რუსეთის მიერ გააკეთებული განცხადება ბუქარასთან დაკავშირებით, რუსეთის ბუქარისა, რომელიც ბურევესტნიკს ეხება, ფრთოსან რაკეტას, რომელიც რუსეთმა თქვა, რომ აი ბურევესტნიკს გამოვიყენებ ახლა, მეო და ბურევესტნიკით დავარტყავ, ბურევესტნიკით მივიდა იერიშს უკრაინაზეო. იმ რუსეთმა თქვა, იმ რუსეთის ლიდერმა თქვა, რომელსაც უკიდურესად ძალიან უჭირს მობილიზაციის თვალსაზრისით ამაზე ოდნავ მოგვიანებით. მაგრამ აი ბურევესტნიკთან დაკავშირებით ტრამპმა პუტინის თაობაზე თქვა, უფრო სწორად რომ თქვა პუტინის თაობაზე თქვა, ტრამპმა მათ კარგად იციან, რომ ჩვენ მსოფლიოში საუკეთესო ატომური წყალქვეშა ნავები პირდაპირ მათ სანაპიროსთან არის განაგებული. ასე რომ ჩვენ არ გვჭირდება 8000 კილომეტრის თუ მილის დაშორებით ფრენა და სხვათა შორის მე არ ვფიქრობ, რომ პუტინისათვის მსგავსი განცხადებების გაკეთება საერთოდ არის შესაფერისი. ამბობს ტრამპი პუტინზე. პუტინისათვის ხო რაკეტებს ჩვენც ვცდით ყოველთვის, ანუ რუსეთმა გამოსცა და ბურევესტნიკი და გამოსცა და იმიტომ რომ შესაძლოდ გამოიყენოს უკრაინაში. პუტინისათვის უმჯობესია დაასრულოს ომი,
რომელიც ერთი კვირა უნდა გაგრძელებულიყო, მაგრამ ახლა უკვე მეოთხე წელში არიან, მეოთხე წელში შედიან. არა, მეხუთეში შევლენ, ტრამპსაც შეეშალა მე მგონი. აი რა უნდა გააკეთონ მან და რაკეტების და არა რაკეტების გამოცდა ამას ამბობს შეერთებული შტატების 47 პრეზიდენტი. ვაკრიტიკოთ რამდენიც გნებავთ, მაგრამ ფაქტია, რომ ტრამპის აი ამ ხისტმა განცხადებებმა ცოტაზე მეტად დააპანიკა რუსეთი, რომლის ერთ-ერთი გენერალიც გამოდის ამ 2 დღის წინ და ამბობს შემდეგ რამეს, რომ ჩვენო რაღაი უკრაინა ურალს იქითაც ისვრის, ანუ ბომბავს ჩვენ სტრატეგიულ ობიექტებს, ამიტომ მოხალისეების პროფესიონალების ოღონდ ცოდნეების რაზმებს ქმნით, რომ იქნება და დაიცვან ამ არ ვიცი იქით ჩელიაბინსკში, ხო? ვლადივოსტოკში. დაიცვან იმ მოხალისეებმაო, ფულს გადაუხდიან ალბათ. იმ მოხალისეებმა დაიცვან ჩვენი კრიტიკული ინფრასტრუქტურაო და ეს ერთ-ერთი ნაბიჯია, რომელსაც დგამს და მრთყალი პუტინის ხელისუფლება, მაღალზე, გარკვეულზე მაღალი ალბათობით ისინი ახალ მობილიზაციასაც გამოაცხადებენ, რაც ნიშნავს მეტ დახოცილ სალდატს ოკუპანტს უკრაინის ფრონტზე. დიახ, უკრაინას უჭირს განა არა აქ-იქ, ის კარგავს ტერიტორიებს, უმცირეს სოფლებს, ასე ვიტყვი, მაგრამ რუსეთს გაცილებით მეტად უჭირს, მათ შორის იმ დედოვშინისა და განუკითხაობის გამო, რომელიც შექმნილია ფრონტის ხაზზე რუსულ ჯარში, ასევე იმის გამო, რომ მომარაგების სისტემები არ არის კარგი, არა მხოლოდ ტყვია წამლით მომარაგებას გულისხმობ, არამედ საკვებით მომარაგებასაც ხო უნდა ჭამოს, ხო უნდა დაიძინოს, ხო უნდა დაისვენოს. უკრაინასაც აქვს ეს ადამიანური რესურსის სწორა განანაწილების პრინციპისა პრობლემა, მაგრამ 40 დღე წარმოუდგენელია, 50 დღე ერთი ჯარისკაცი იბრძოდეს ფრონტის ხაზზე, აკოპში წავიდა დავალებაზე, ურთულესია ეს ქართველი ჯარისკაცებისთვისაც, რომლებიც იქ არიან, ეს ძალიან რთულია, მაგრამ აბა მე რა ვიცი, აბა საბოლოო ჯამში ყვებიან პროფესიონალი სამხედროები, რომ ვიცოდეთ, მაგრამ რუსეთს უჭირს არანაკლებ კი არა მეტად და გარდა ამისა რუსეთს მართლა ტრამპი რას ამბობს სულ, ხო? 1000 კაცი ეხოცება ყოველდღიურად, 1000 კაცი ყოველდღიურად, 7000 კაცია კვირაში. 28 დღეში შესაბამისად არის 28000 კაცი, ხო? 1000 ჯერ 28 და კიდევ იქ მიამატეთ 1000 კაცი ორჯერ სამჯერ თვის განმავლობაში, მაგალითად ოქტომბერში 30000 გადააჭარბებს, ხო? დახოცილთა რაოდენობა და ესეც მინიმუმ, ესეც მნიშვნელოვანია, რასაც ვიტყვი, რუსეთს ვერ გამოჰყავს საკუთარი უცრავად ამ სიტყვისთვის ცხედრები არა, ტრუპები, ასე ვიტყვი და ეხლა ზამთარი დგება აცივდა, მაგრამ ზაფხულში სუნს ვერცერთი ჩვენგანი ვერ იგრძნობს ვიდეო რგოლიდან და ვიდეო კონტენტიდან როგორ უნდა გაჩვენოთ, შეგაგრძნობინოთ სუნი, მაგრამ ყარს პირდაპირ მნიშვნელობით, ყროლოდება პირდაპირ მნიშვნელობით დახოცილი ლეში, ასე უნდა ვთქვათ, ან ნეშტი, ან ცხედარი თუ გდებათ, ხორცი თუ გდებათ, ასე ვიტყვი. სულად გამომდის, მაგრამ მაინც ახლა სხვა შორის როგორ არის იცით, უკრაინელებს ძალიან პატარა პაკეტებში გააქვთ საკუთარი დახოცილები და გააქვთ რუსი დახოცილები, დაღუპულები, საკუთარი ჯარისკაცები და რუსი ოკუპანტების ცხედრები და უკრაინაში როგორი სისტემაა იცით, როდესაც ჯარში მიდიხარ, შენი ყველაფერის იდენტიფიცირება ხდება თითის ანაბეჭდის, თვალისა, თუ არ ვთქვით, მიზღერისა, თუ არ ვწდები და ასე შემდეგ, მე ხდება უკვე მორგში რომ შეიყვანენ გამოხშირვა უკრაინელებს ცალკე სანამ მიაბარებენ მიწას. ხო, აი პატარა პაკეტებში ცხედრებს უკრაინელებს ცალკე გადაჰყავთ მორგის ცალკე განყოფილებაში, ხოლო რუსები, რომლებიც ბევრად მეტია უკრაინელებს, რუსის ცხედრებიც გააქვთ, რუსების ცხედრების, იმათ კიდე ცალკე ოღონდ ის არ უნდა გაიყვანონ, გაიტანონ წესით რუსებმა გაიყვანონ, თუნდაც ასე ვიტყვი, ოღონდ არავის თვეები არ მიუკითხავს საკუთარი დახოცილებისთვის, რომელთა იდენტიფიცირებაც კი ძალიან ძნელი იქნება. ეს არის დიდი მასა, თუ სწორი სიტყვა, ხო, სულად ჟღერს, მაგრამ მაინც. მოკლედ ამბავი ესეთია და მძიმე მდგომარეობაში არის მეთქი, აკი გითხარით რუსეთი ეს ხო, ეხლა რატო ამ მძიმე მდგომარეობაში კიდევ? შეერთებული შტატების და მთლიან დასავლეთის იღებს გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, გუშინაც თქვი ამის თაობაზე, რომ რუსეთს მისცეს რუსული გაყინული, უკრაინას მისცეს რუსული გაყინული აქტივების ძირიფული და ეს ყველაფერი კიდე გადასცეს იმიტომ, რომ უკრაინამ უკვე ამ თავითვე შეიზიდოს დასავლური იარაღი. და გარკვეული თანხა რასაკვირველია მოახმაროს ინფრასტრუქტურას, ასევე იმ საჭიროებებს, რომლებიც აქვს. პატარა თანხა არ არის ეს. ჯამში ლაპარაკია
300 მილიარდზე. 300 მილიარდის გამოყოფა ამავე ეტაპზე ალბათ ვერ მოხდება. ხო, სამხედროს შესყიდვებისათვის ევროპა 163 მილიარდ დოლარზე საუბრობს. 163 მილიარდი დოლარი კი უკრაინისთვის არის შვებით ამოსუნ თქვა ამ საკმაოდ მძიმე ვითარებაში. ლავროვის განცხადების თავაზე აკი გითხარით და ეხლა უნდა გაჩვენოთ ომის მეოთხე წლისთავის ომის დაწყებიდან მეოთხე წლისთავის ბოლოს რა ხდება მოსკოვში. დიდი ხანია. უკრაინელებს არ შეუტევიათ სწორედაც რომ მოსკოვისათვის გეხსოვებათ ეს ფოტოკადრი კრემლის უკანა შენობის სახურავი რომ მომრგვალებული როა მწვანე ფერისა რომ იწვის დრონი მოხვდა დაახლოებით წელიწად ნახევრის წინაძელი შესაძლოა ოდნავ აქეთ უნდა ვთქვა ასეთ შუას ექვემდებარება კადრი იცით თქვენ და აი მოსკოვისთვის კი არ შეუტევიათ არა როგორ არ შეუტევიათო მე თქვენ მეტყვით შერემეტიევოს აეროდრომზე იყო პანიკა ჩამოცვიდა უპილოტო დრონები ნუკოვოზე იყო ცალკეულ ობიექტებზე იყო და ასე შემდეგ მაგრამ კალცევო იქვია ხო წრეზე მოსკოვის აი ამ ცენტრალურ ნაწილში ხო უკრაინული დრონები არ შეფრენილან აქ სადაც არის მავზოლეუმი, სადაც არის კრემლი, სადაც არის წითელი მოედანი, სადაც არის თეთრი სახლი, ანუ მოსკოვი რუსეთის მთავრობა, სადაც ეს მიშუსტინი ბანდიტიზის, რამდენიმე სასტუმრო რუსია, სასტუმრო მოსკვა, არ ვიცი რა ქვია ახლა. სიმართლე გითხრათ, ან ერთს ან მეორეს, რაღაცა გუმი, ცუმი და შმუმი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აქ არ შეფრენილა. ხო და ამბავიც ის არის, რომ ეხლა შეფრინდა მეთქი, გუშინ წინ მოხდა ეს ამბავი. და დაპანიკდნენ მოსკოვში. დაპანიკდნენ მოსკოვში, იმიტომ რომ თუ ემან რომელიმე დრონი შეაღწევს დრონია, რომელსაც საჰაერო თავდაცვის სისტემები არანძნელად აღმოაჩენენ ხოლმე, იმიტომ რომ ის შედარებით დაბალ სიმაღლეზე დაფრინავს იცით თქვენ და ეს პანიკა ატყდა და როგორ დაუპირისპირდნენ იცით? ხოდიში მე გავაზიარეთ და თუ სხვამაც გააზიარა, თუ არა აქვს მნიშვნელობა ვინ გააზიარა. არა აქვს მნიშვნელობა, მაგრამ ნახავს სადმე ჩვენთან იქნება. ყველაფერს ვაზიარებ ეს ბოლო ხანებია ისტერიკაში და ამასაც გავაზიარებდი. აი ნახეთ. ერთი პიკაპი დააყენეს, პიკაპი ქვია ხო ესეთ მანქანას. უფრო ახლოს ეს კრემლის შენობის ნაწილი როა, იცით? ეს გალავნის ნაწილი. დააყენეს ერთი პიკაპი, ორი ჯარისკაცი არის სასროლი ხელში, ესე იგი ეს სასროლი არის ამგვარი, ბოდიში, ტყვიამფრქვევით და ეძებენ დრონებს, რომლებიც შეფრინდნენ ამ ტერიტორიაზეც კი. პუტინი გაიყვანესო და მაღალი ალბათობით ასეც არის. პუტინს გაიყვანდნენ, იმიტომ რომ ამას ვერ გარისკავდა პუტინის 1 2 3 არა, თუ არ ამდენადაც მახსოვს 12 წრედაცვა ყავს მას და ვერც პირველი ჯგუფი, ანუ უახლოესი ჯგუფი და ვერც მე-12 უშორესი ჯგუფი ვერ გარისკავდა პუტინის დატოვებას კრემლში, მოსკოვში, კრემლში, იმ ტერიტორიაზე, იმ ადგილას, სადაც იყო, რამდენადაც თეორიულად, თუნდაც 0.1% არსებობდა ალბათობა იმისა, რომ ეს დრონი ბრახდა მის ფანჯრებში შეფრენილიყო, გონიათ რომ ვერ შეფრინდებოდა. თეორიულად შეფრინდებოდა კიდეც. დიახ, პუტინი როგორ ასრულებს სიცოცხლეს, ეს კითხვა არასაკვირველია, აქტუალურია, როცა პუტინი მოკვდება, მე ვარ მაინც ამ თეორიის მომხრე, ვინც იქნება დმიტრიევი, ხო, რაღაც პატრუშევის შვილი, რაღაც არ ვიცი, ვიღაცები, ხო, ვინც აიღებს ძალაუფლებას ხელში, ისინი გაიწყებენ გამიჯნას პუტინისაგან. 53 წელს გარდაიცვალა, ხო, თუ გნებავთ ასე ვიტყვი, გარდაიცვალა სტალინი საკუთარ შარტში ცურავდაო საბჭოთა დიქტატორი ეწყინებათ სტალინისტებს, მაგრამ ეს ინფორმაცია, ეს ცნობა ხომ არსებობს და 53 წელს გარდაცვლილი სტალინი 3 წელიწადში უარყო პირმა, რომელიც მას ემონებოდა და რომელსაც ჩიბუხს ურტყავდა სტალინი მანამდე ომის დროს თუ ომის შემდგომ პერიოდში 3 წელიწადში უარყო ხრუშოვმა, რომელიც სწორედ 56-ში ხდება გენერალური მდივანი და აკი ამიტომ 55-56-ში და აკი ამიტომაც მოხდა ის, რაც მოხდა, ასე მაგალითად თბილისში 56 წლის 9 აპრილს და აკრძალეს, გაემიჯნენ ვის? წარმოიდგინეთ კაცს, რომელსაც დაუვიწყეს 21-25 წლებში ამაგი 21-25 წლების ამაგი დაუვიწყეს და თქვენს რომ ეს კაცი აკრძალულ არსო, ხო?
გაემიჯნენ მე თავისი ამბებით ატრიალა ხრუშოვმა 56-ში არა მხოლოდ საქართველოში არამედ ბუდაპეშტშიც ეს აღარ ახსოვს უბრალოდ ვიქტორ ორბანს და 68-ში უკვე ჩეხეთში ხოლმე ხრუშოვის დრო აღარ არის ეს მე მგონი უკვე ბრეჟნევის დროა გადავამოწმოთ ხო არა არ მეშლება მაგრამ მაინც ხრუშჩოვი ნიკიტა ხრუშჩოვი პრაღის მოვლენები ესე გავაკეთოთ ხო პრაღის ჩეხებს ხადი ახსოვთ ის რაც მოხდა 68-ში გაზაფხულზე ლენები პრაღა 60 68-ში კარგით ამას მნიშვნელობა არ აქვს თუ გინდა ვერ ნახულობ რატომაც არ ვიცი ბრეჟნევი როდის მოდის ბრეჟნევი გიოდის თავხელა პაუზისთვის მაგრამ ხო საინტერესოა 1907 წელს გენერალური დივანი 66-92 წლებში ბოდიში ბრეჟნევის პერიოდია ესე იგი პრაღის მოვლენები იმ დროს 66 წელს მოსულა ხელისუფლებაში საბჭოთა კავშირის გენდივანი 66 წელს გახდა ეს წარბა კაცი ხო ეხლა რა მთავრებს პუტინი ბიზინა მეთქი ბიზინაზე თქვა თორის თქვა სოცხლეს ჩემი მოსაზრებით ბუნებრივი სიკვდილით არა ის ან დაიხლის ტაბელური არახს რომელიც მას უთუოდ აქვს ან მას მოკლავენ როცა მოკლავენ მაშინ და ნებისმიერი სხვა ხელისუფალი ნებისმიერი გვარისა მას უარყოფს გაემიჯნება პუტინის დასრულება ბიზნეს დასრულება არ ნიშნავს ტოლობის ნიშანი არ არის მაგრამ ბიზნესი რომ გვარიანად დასუსტდება აქ პუტინის სატელიტ ქვეყანაში საქართველოში რომელიც თავის მხრივ პუტინსა თუ რუსეთს ზოგადად სჭირდება იმისთვის რომ შავი ხვრელი იყოს ამ შამიანობის დროს ხო ამ ურთულეს პერიოდში რუსეთისათვის და შევიდეს მარცხენა მარჯვენა პირდაპირ თუ ირიბის საქონელი მათ შორის სანქცირებული საქონელი სწორედ საქართველოსთან თუნდაც ექსპორტის და თუნდაც რეექსპორტის სახით ეს ფაქტია ამიტომაც ყვავის ბჭყალებში ჩვენთან ეკონომიკა რაც ტყუილია არსებითად რაც ტყუილია იმიტომ რომ გამოაცალო აი ეს ნაწილი ის სეგმენტი რომელიც ეკონომიკაში დებს თუ ეკონომიკაში შემოაქვს რუსეთის მოქალაქეს საქართველოში ვინც მუშაობს მას ხო ჩათვალეთ რომ ჩვენ ეკონომიკური აყვავება როგორც 9%-იანი თუ 10%-იანი ზრდა მყისიერად ჩამოვა 3%-მდე და მე თუ გითხავ უნდა გამოვაცალო კი ეს და არც უნდა არსებობდეს იმიტომ რომ უმალს ჯობს რომ ნაკლები პირი იყოს რუსეთის მოქალაქე აქ რომელსაც შეუძლია გარკვეული პერიოდის შემდეგ ფრიად დესტრუქციული ნაბიჯების გადადგმა ქართული სახელმწიფოსთვის მათ შორის ეგრეთ წოდებულ IT ტექნოლოგიებში იმიტომ რომ სასაშემოსავლოსაც კი არ იხდის მათი მნიშვნელოვანი ნაწილი ხო უმალ მირჩევნია ეს იყოს 3%-იანი და რეალური ჩვენს მიერ შექმნილი ზრდა ვიდრე 10%-იანი მოგონილი და ასე შემდეგ მათ შორის შავი ფულით მათ შორის ხვრელებით მათ შორის ენერგოსისტემით ენერგოსექტორში რუსული ინვესტიციებით და ასე შემდეგ საქართველოს აი ამ ბოლბოლში რომელიც დაყენა ბიზინა ივანიშვილმა რომელიც გვერდ მოუწყის კიდე როგორ ასრულებს საკუთარ პოლიტიკურ კარიერას თუმცა მე ჩემი ვერსია ცხადია მაქვს საქართველოს ამ ბოლბოლში უნდა იყოს დასავლური ქვეყანა მთავარი ეს არის და ამ შემთხვევაში ეწოდებოდეს მას ჯორჯია თუ საქართველოს და არა გრუზია კიდევ ერთხელ ეს მინდოდა ამის თქმა მინდოდა ხო მოკლედ ტრამპმა მოუჭირა მარყუჟებს რუსეთის თავზე და პუტინის რუსეთი იხჩობა არ გეგონოთ რომ ეს ყველაფერი დამთავრდება მიმდინარე წელს ან მომავალი წლის ასე მაგალითად აპრილ-მაისში და ასე შემდეგ ან თუნდაც სრულად მომავალ წელს მაგრამ 27 წელს რომ არ გასცდება ხო ამ პოლიტიკის გაგრძელების შემთხვევაში ეს ფაქტია აი ეს 3 წელიც თუ 2 წელი ჩვენ უნდა გავძლოთ წინააღმდეგობა გარდაულა აუცილებელია გავძლოთ იმიტომ რომ ამავეც სულ მაქსიმუმ ამ ხნის განმავლობაში იქნება ბიზინა ივანიშვილი სულ მაქსიმუმ და თუ მანამდე დავასრულებთ მშვიდობიანი გზით რასაკვირველია ეს ხო თლათ უკეთესი იქნება ჩვენთვის მაშინ როდის
ყვდება პუტინი? ტაბელური იარაღი მას აქვს. მის გარშემოყოფებსაც აქვთ ტაბელური იარაღი. მაშ როდის კვდება და როგორ კვდება პუტინი? იქნება დრონი შეფრინდეს პუტინთან და პუტინის მოკავშირეებთანაც კი. არა, მე მადუროს გულისხმობ პირველ ყოვლისა. გასაგვირველია. ნახვამდის.